გაჩერება აქვია, გაგიმართლა. მარტო წავიდოდი. რატომ შეწუხდი? რა შეწუხებაა? სოფთა ჰაერზე გავლა არც მე მაწყენს. რა თქმა უნდა, თანაც ბევრი საფიქრალი გაქვს. რას გულისხმობ? რაც მოხდა იმას. რა მოხდა? რომ მაკოცე. ხო მაკოცე. თანაც შენინებით. ეს არაფერს ნიშნავს? მომისმინე პატარავ. პატარა არ ვარ. აი ისევ მაკოცე. ჩემზე ფიქრობ. ასე რომ არ იყოს კოთნის უფლებას არ მომცემდი. თანაც მე ერთ პატარა აღარ ვარ. გავიზარდე. შენ გვერდით საოცრად ბედნიერი ვარ. ვიცი რომ შენც ასე ხარ. ადრე თუ გვიან შენც მიხვდები. კიდევ კარგი რომ შეგახსენი, არა? თორემ ბილეთები გაუქმდებოდა, კომისარო. რა მოხდა? თუ გადაიფიქრე, წავიდეთ. სადმე დავსხდეთ. არა, შევიდეთ. ბოლოს გადავაყოლებ. ბატიბუტიც ვიყიდოთ. დიდი ბატიბუტი და 2 წყალი. დიახ, ახლავე. მომიყევი. ვიცი, არც ფათიჰის გამო ხარ ასე. არც იმ კაცის რომ დაიჭირეთ. არც ჩემ გამო. ჰუსეინს ეხება? ეგ რამ გაფიქრებინა? აბა ასეთი მოწყენილი ვის გამო უნდა იყო? შეიძლება ვცდები. დღეს დებმა მაწყენინეს და მეც მოწყენილი ვარ. ელიფ. ხვალ დილის 8 საათზე შემხვდები? დილის 8 საათზე? დილის ჩემთან შეხვედრა შეჩეული ვარ. რას ვაპირებთ? ხვალ გაიგებ. მითხარი თორემ ვერ დავიძინებ. ელიფ. შენთან ყოფნა მინდა. შენზე უკეთ ვერავინ გამიგებს. მესამე დარბაზში ფილმის ჩვენება იწყება. ინებეთ. რას ეკეთებ? ახლა ნუჭამ ფილმი რომ დაიწყება მერე, კარგი? დასვენების საკითხი მოვაგვარეთ, ახლა კინოში მივდივართ. ნელ-ნელა ყველა ოცნება გვისრულდება, სინიორინა. ოღონდ ოცნებები არ უნდა დასრულდეს. მის გარეშე ცხოვრება მოსაწყენია. კარგი, ასე იყოს. Aşk serseri bir kuş. Bazen istesen de tutamazsın, aç kanatlarını. Bırak korkuları. საწოფში მოვხდი. დამაგვიანდა? არა უშავს. თავარია რომ მოხვედე. საბუთები შეაგროვე? ექიმის ცნობა გვჭირდება. ორივემ ერთად უნდა ავიღოთ. შენ ყველაფერი მოვიტანე. რომში ყოფნის დროს რაღაც პრობლემები მქონდა, მაგრამ ლევენთის წყალობით ყველაფერი მოვაგვარე. მე რატომ არ მითხარი? ლევენთის ჩარევა რა საჭირო იყო? ხმა არ ამოგიღება, კომისარო, ნამდვილი კაზანოვა ყოფილხარ. ყოველდღე შენს მორიგ საცოლეს ვიცნობ. აქ სხვასთან ერთად არ მოვსულ ვარ. გაგიჭერო? დამიჯერა. ჩამოდე. ქორწინების რეგისტრაცია.
საბუთები მოვიტანეთ. დაბრძანდით. მხოლოდ სამედიცინო ცნობა აკლია. მოიტანეთ შევდგებით. კარგი. ვნახავთ რომელი დღეებია. იანვარი თითქმის დასრულდა. ნახე, 14 თებერვალი 3 საათი. თავისუფალია. მოვასწრებთ? ელიფ, მგავარ იმ კაც დაქორწინება 14 თებერვალს რომ უნდოდეს. რა ვიცი, განსაკუთრებული დღეა, ვიფიქრე, რომანტიკული იქნება მეთქი. რასაც მოისურვებ, ყველაფერს გავაკეთებ. მაცდური ხალი ხარ, საშიში. ცოტა. არა, არ მინდა. გადავიფიქრე. რატომ, რადგან უარი ვთქვი? არა, კარგი დღეა, მაგრამ კომერციული დატვირთვა აქვს. არ გვინდა. ჩემი აზრით ეს ყველაზე კარგი დროა. შენი დაბადების დღე. ხო, მაგრამ ამ დღეს მამა ჩემი და ელიფ. ამ დღეს დაიბადე. მამა შენს არ მოეწონებოდა შენს დაბადების დღეს ტირილში თუ გაატარებდი. მოდი ამ დღეს დავქორწინდეთ. ეს შენი და ჩვენი სიყვარულის დაბადების დღეა. ამით მის ხსოვნას არ შეურაცხყოფთ. მოდი ცოტზე კი არა, კარგზე ვიფიქროთ. ელიფ, მარტო წარსულზე თუ ვიფიქრებთ, ბედნიერები ვერ ვიქნებით. მართალი ხომ? თარიღი შეარჩიეთ? დიახ, შევარჩიეთ 12 მარტი. ელიფ დენიზერი და ომერ დემერი 12 მარტს დაქორწინდებიან. ქორწილი გადავიხადოთ? თავიანი ქორწილი უნდა გადავიხადოთ. ხიარული. ისეთი რომ არასდროს დაგვავიწყდეს. ესე იგი გრანდიოზულ ქორწილს გეგმავ. როგორ ჩვენ გინდა ისე იყოს, სინიორინა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი რამ არის. რა? ჩემი ცოლი გახდები. ძალიან გიყვარ ვარ? შენ? მოსამზადებლად 2 თვე გვაქვს კომისარო. სამზადისი საქორწინო კაბა, სადღესასწაულო დარბაზი. ხო, მაგაში ნუ გამრეო. ძალიან გთხოვ. მე მხოლოდ ერთი კოსტიუმი მჭირდება. ფელო დაგეხმარება, ერთად მოვაგვარეთ. არა, ვერ გამექცევი. ეს ქორწილი ერთად უნდა დავგეგმოთ. კარგი მონაწილეობას მეც მივიღებ, მაგრამ ნამდვილი მამაკაცი ასეთ რამეში ვერ ერკვევა. ყვავილები, მძივები, მოსართავები. ეს შენი პროფესიაა, შენთვის მომინდვია. ნახოთ. ასლის ბუზღუნის მოსმენა მომიწევს. მე ტყვის უფროსდას უნდა დაუჯერო. ცალკე კიდევ მამიდა. ყველაფერში ჩაერევა. ხომ არაჯობებს არ ვუთხრათ. სიურპრიზი მოვუმზადოთ. ასე ნუ მიყურებ. მამიდა შენს თუ ეტყვი მე ვეღარ გიშველე. მართალია. კი გაუხარდება, მაგრამ ბუზღუნს დაიწყებს. რა გეჩქარებათ, ასეთი სასწრაფო რა არისო. ამიტომ ნუ ვეტყვით. მართალი ხარ. მე წაგიყვან. კარგი, არდასთან წამიყვანე, უნდა ვიმუშაოთ. განყოფილებაში რატომ არ მუშაობთ? ახლა არ გინდა, მე რეგი ამბობ. რაღაცაში უნდა დავწმუნდე. ელიფ, იფექშვილი ხავს. დედა, ასე რომ სანერვიულო არაფერია. მართლა? ბავშვი სად არის? არ ვიცი, არ მიკითხავს. არ მაინტერესებს. მინდოდა ჩემგან გაგიგო.
შენ სასარიშლი ჰუსეინ, დააკაკუნე. რომ იცოდე რა დღეში ვარ, არ მისაყვედურებდი. Benimkiler nerede? ჩემები სად არიან? Ben მე რას მეკითხები? miyim lan? შენ თუ არ იცი მე საიდან უნდა ვიცოდე? ალი, Kardeşin yeri შენმა ძმამ ყველა შეკრიბა. bulmuştur. გონი კვალს მიაგნეს. Merak etme. ამჯერად თავი ვერ გავართვე. Her şey. არ გამომივიდა. Kim bilir yine. ვინ იცის რა მოხდება? Ah be. ვინ იცის? Ne? კარგი ჰუსეინ. რაც მოხდა. Önce şu Rasim ჯერ რასიმი ბაჰარის მკვლელობისთვის გავასამართლოთ. defteri kap. დანარჩენი მერე გამოჩნდება. Sonrasını anlarız. წამოდე. ნახვამდის სინიორინა. ნახვამდის კომისარო. ჯერ არ წავსულ ვარ და უკვე მენატრები. როგორ მოვიქცეთ? Yani bunun tek çaresi როგორ და ერთად უნდა ვიყოთ. ayrılmamak. მართალია, მაგრამ საქმე მელოდება. ნახვამდის. დილამშვიდობისა ომერ. ამიერიდან აქ შევიკრიბოთ ხოლმე. გაცილებით უსაფრთხოა. შვენიერი აზრია, მე თანახმავარ. შენ ციცოდე? ოპერაცია რამდენჯერმე ჩაგვიშალა. აშკარაა, რომ ვიღაც ხელს გვიშლის. ომერ, რომ არ მეთქვა გული გამისკდებოდა. არ უნდა მეთქვა რა? შენ რას ფიქრობ, ფელო? არ დასავით დარწმუნებული არ ვარ. ვერ გიპასუხებ. აი ნახავთ. ამჯერად რასიმის საქმეს გავხსნით. კარგი, ჯერ ვიდეო კამერების ჩანაწერები ვნახოთ. გახსენი, მაგრამ რატომღაც დაკითხვის ოთახში კამერა გამორთული იყო? არ ვიცი ვინ გამორთა. დაკითხვის ოთახის ჩანაწერი მე მაქვს. კამერა ხომ გამორთული იყო? დაკითხვის ოთახში იმდენი რამ მოხდა. რომ გადავწყვიტე რამე მომეფიქრებინა. დაკითხვის ოთახში ფარული კამერა დავამონტაჟე. ასე რომ ყველაფერს გავიგებთ. შენ რატომ არ გითხარი? ვერ მოვიცალე. კარგი აზრია. აღფრთოვანებული ვარ ყოჩახ. ჩაი მზად არის. თუ გშიათ რამეს მოვამზადებ. არა იფეკ. გმადლობ, ჯერ არ გვინდა. წყალს დავლებ, თქვენ დაიწყეთ. განსაკუთრებული არაფერია. ჰუსეინი განუწყვეტლივ შედის და გამოდის. ხო არ და, მაგრამ მარტო არ არის. არის რამე? ჯერ არა, მაგრამ ახლახან დავიწყეთ, გამოჩნდება.
შეხედეთ. პურის ქვეშ წერილია. გააჩერე და გადაახვია. გააჩერე. თაიარი გამოუგზავნიდა. გააჩერე. გაადიდე. გავზრდი, მაგრამ ვერ წავიკითხავთ. ვიცი, მაგრამ გაადიდე, დაახლოებით მაინც მივხვდები. ხედავ? ხელით არ არის დაწერილი. დაბეჭდილია. როგორ გავიგოთ, ვინ დაბეჭდა და სად? განყოფილებაში ვერ დაბეჭდავდნენ. ვინმე უცხო რომ შემოსულიყო ყურადღებას მიიპყრობდა. მეილით რომ გამოეგზავნათ, ეგეც გამოაშკარავდებოდა. ავტორმა პირად კომპიუტერზე დაბეჭდა. დედა, მამიკოს დოკუმენტებია გახსნილი. რამე შეცდომით რომ დავაჭირო, წაიშლება. ძალიან გაბრაზდება. ომე, სად მიდიხარ? მოვალ, თქვენ გააგრძელეთ. ძალიან მენატრები. არა. არ გაუგზავნოელებ. ნამდვილი სულელი ხარ. კარგი, მივდივარ. ჩაიცვი. ჯერ პარკში წავალთ, მერე მაღაზიაში. მამიკო მოვიდა. ჩუმად. მამიკო მოვიდა. კომპიუტერების ბიძია ყოფილა. მამიკო მეგონა. გისმენთ? გამარჯობა. ანემ, უფასო ინტერნეტს ვერ ვთავთ. სავარაუდოდ რაღაც პრობლემაა, უნდა შევამოწმო. მეჩქარება. მხოლოდ 5 წუთს დაგართმევთ. არ შემიძლია, სწორედ ახლა ბავშვთან ერთად წასვლას ვაპირებდი. ფირმამ განსაზღვრულება და მომწაჰანი. საღამომდე ყველა აბონენტს თუ არ ჩავთავ სამსახურიდან დამითხოვენ. გთხოვთ. კარგი, ოღონდ მალე დაასრულეთ. დიდ დროს არ წაგართმევთ. მოდემი აქ არის, კომპიუტერიც. შვილო, ფრთხილად.
სვეტლანა სტამბოლში უფულოდ ჩამოსულა. რას აკეთებთ? ბაზასთან შეერთების უწყისი ამოვბეჭდე. შეიძლება ვნახო. ეს მე უნდა შევავსო. მაინც უნდა ვნახო. თქვენი ხელმოწერა საჭირო არ არის, მოდემი შევაკეთე. შეგიძლიათ ინტერნეტით ისარგებლოთ. ვინ ხართ? რა გინდათ? ხომ გითხარით? კომპანიის თანამშრომელი ვარ. პირადობა მაჩვენეთ. ჰუსეინ ბეის გითხეთ. ის გეტყვით ვინ ვარ. ახლა წავიდა ჰუსეინ. მაღალი გამხდარი კაცი იყო. ასე თქვა? ხო. ჰუსეინ ბეის კითხეთ ის გეტყვისო. როგორც ჩანს გიცნობს ჰუსეინ. არდა. არდა. სასწრაფოდ უნდა შევხვდეთ ჩვენს ადგილას. ჩემი ძმა ასე როგორ მომექცეორდა. ჰუსეინ დემირმა, რომელიც გულწრფელობას და სამართლიანობას მასწავლიდა, როგორ მიღალატა? როგორ? ომერ, არც კი ვიცი რა გითხრა. ნეტა შემცდარიყავე. ნეტა ყველაფერი ჩემი გამოგონილი ყოფილიყო. გაბრაზდებოდი, ვიჩხუბებდით და ყველაფერი დამთავრდებოდა. ნეტა ასე ყოფილიყო არდა. ნეტა ასე ყოფილიყო. არდა. ჩემი ძმა მოღალატე ყოფილა. ფულის მონა. ყველაფერი ხდება. ზოგჯერ ადამიანი ცდუნებას ვერ უძლებს. იქნების ქალი ძალიან შეუყვარდა. მისი გადარჩენა გადაწყვიტა. დარწმუნებული ვარ, მაინც პატიოსანია, რადგან რა პატიოსნებაზე მელაპარაკები არდა. ნახე, მისი ანგარიში სამონაწერი მაქვს, ძალიან ბევრი ფული აქვს. იქნებ იმ ქალის ფულია. შენ არ მითხარი უფულოდ ჩამოვიდაო.
Ne oldu? რა მოხდა ლატარიაში მოიგო? Of. ლამის გავგიჟდი არ და Aklım susmuyor. თავს ვეღარ ვიკავებ. რა ხდება? Sorular ჯანდაბა. cevaplar ნამდვილად შევიშლები. burada. Abi ომერ, როგორ ფიქრობ? ჰუსეინ სამკვლელობებთან რამე კავშირი აქვს? მოიცადე, გაჩუმდი. ჩემი ძმა ხელს არ გაისურვეს. Abi mesleğini yap. ჩემი ძმა არავის დაჩაგრავს. ჭიანჭველასაც კი არ დაადგამს ფეხს. თუმცა კვლელისთვის ხელის დაფარებას დანაშაულია. არდა ფულის გამო ჩემი ძმა მკვლელს ხელს აფარებს. თანაც ის ჩვეულებრივი მკვლელი არ არის. სიბელის მკვლელია. ელიფის მამის მკვლელია. მას ჩემი ძმა ეხმარება. ah be Arda. არდა. Elini არ ვიცი ამ კაცს რა მოვუხერხო. ჩემი მეორე სახლი უპოვია. სვეტლანას მიაგნო? იმ ქალთან ველში ვარ. მეორედ მისი სახელი აღარ ახსენოთ აიარო. ნოყვირი ჰუსეინ. ნოყვირი. რაც სათქმელი გაქვს პირდაპირ მითხარი, ნუ მიადმოედები. თავიდან უნდა მოვიშორო. ესე იგი ჩემი ნათქვამი ჭკუაში დაგიჯდა? რა? კიდევ ერთი მკვლელობა? თანაც პოლიციელის. ყურადღებას მიიქცევთ. უკვე სისხლის ტბაში ბანაობთ. სხვა გამოსავალი გვაქვს ალი? თუ გვაქვს მითხარი, მიდი გისმენ. ჰუსეინ, Ben reçete თავის დროზე ჩემთვის რომ დაგეჯერებინა, ახლა ეს საქმე მოგვარებული იქნებოდა. kapanmıştı. მაგრამ არ დამიჯერე. თანახმა ვარ. Sözüne გადავწყვიტე დაგიჯერო. კმაყოფილი ხარ? მიპასუხე. Asaviyet სულ ყოველად ბრაზობ ჰუსეინ. თავი შეიკავე, თორემ შენ ვედაზარალდები. Arabesk იმიტომ რომ მეშინია. კუთხეში მიიმწყდი ეს. გამოსავალი აღარ დარჩა და თავს ვეღარ ერევა. yapsın. Neyse კარგი, ეგ გასაგებია, მაგრამ უნდა გადავწყვიტოთ ვინ მოკლავს. diyorum. Güzel bir სანდო ადამიანი გჭირდება. თავი დამანებეთ. არ მაინტერესებს. კარგი, tamam. Biz დეტალებზე მე და ალი შევთანხმდებით. წყალი და ლიმონი თუ შეიძლება. ახლავე ჰანიმ. ომერ. რა მოხდა, არ მეტყვი? გეტყვი. Sana ყველაფერს გეტყვი. şeyler var. რა მოხდა? Geçmişten კიდევ ერთი სასწაული გამოჩნდა? Mesela ჩემი ძმა. ne oldu? რა მოხდა? Kavga falan Hiç mı hubet. ettiniz? keşke kavga ნეტა გვეჩხუბა.
ელიფ განადგურებული ვარ. არ ვიცი როგორ აგიხსნა. kabul edemediğim მეც არ ვიცი რა ხდება. bilmiyorum. მეთაურო, მე და იფექი მივდივართ. არ დააქრჩება. დღეს მორიგია. კარგი. მეც მივდივარ. ნახვამდის. ნახვამდის. ნახვამდის ხამე მშვიდობისა. ხამე მშვიდობის. ღამე მშვიდობისა. მშვიდობიან მორიგეობას გისურვებ. მადლობ მეთაურო. ნახვამდის. ნახვამდის კომისარო ვარდა. ნახვამდის. მარტოა. მიხედეთ. არდა, თალგადანაშაულის ადგილზე იმყოფება. არ ვიცი რა მოხდა, დარეკა არ და სასწრაფოდ წამოვიდესო. მართლა? დამხმარე ეკიპაჟი გამოიძახა? არ ვიცი, მითხრა არ დამოვიდესო. მეც ვერ გავიგე, ცუდად ისმოდა. კარგი, მისამართი დამიწერე. მადლობ. რა ხდება, სად მიდიხარ? თალგადანაშაულის ადგილზე იმყოფება. დამხმარე სჭირდება, მასთან მივდივარ. მოიცადე, მე წამოვა. არა, მორიგე კომისარი მე ვარ. სავარაუდოდ საბუთების გაფორმება სჭირდება. თორემ დამხმარე ეკიპაჟს გამოიძახებდა. მოიცადე, ტელეფონი დამრჩა, ავიღებ და მე წამოვა. საჭირო არ არის, სახლში წადი, დაგირეკავ. ფელო მომიკითხე, კარგი? თავს გაუფრთხილდი. ომერ. ამას რაღაც ახსნა ექნება. ელიფ ნეტა ასე იყოს. მაგრამ ახსნას ვერ უძებნი სამწუხაროდ. არ მჯერა, რომ ჰუსეინი თაიარ დუნდარის ჯაშუშია.
Bence sen de ვიდრე არ დარწმუნდებით, ყოველად ნუნერვიულობ. bu kadar üzme. Mutlaka mantıklı ალბათ რაღაც შეიფიქრა. vardır. იმედია. Bence abine შენს ძმას უნდა დაელაპარაკო, მანამდე კი შეეცადე სიმშვიდე შეინარჩუნო. içinde büyütme. წადი დაელაპარაკე. Bakılmaz mı gözden dökülen yaşa gör ki neler geldi o garip başa aman ვიპოვე. უჯრაში დამრჩენია. არა, აქ ვარ. უკვე მოვდივარ. კარგი, მოვდივარ, ნახვამდის. დღეს მორიგე ვინ არის? დაბრუნდით? არდა სად არის? მე აქ ვარ. არდა სად არის? სად წავიდა? რა? შენ დანაშაულის ადგილზე არიყავი? შენ არ გამოიძახე? არდას რეფათ მოუთხრათ ოლგა სჭირდებიო და წამოვიდა. არა? დღეს არანაირი გამოძახება არ ყოფილა. თანაც რეფათი რამდენი ხანია რაც წავიდა. რიზეში გაემგზავრა. კი, მაგრამ რა ხდება? რაღაც გაუგებრობაა. Allah kahretsin. სასტრაფოდ ფელოს დაურეკე. ომერსაც დაურეკე, არდა საფრთხეშია. ჰელინ, Ya Arda არდა, სად ხარ? ya. ჰელოს დავურეკე, ომერს დაუკავშირდება. მე კი მის ამარც მივაგენი. წავიდეთ. ჩქარა. სად ხარ, თოლგა, სად ხარ? სად ხარ? ტელეფონიც დამიჯდა. ჯანდაბა, რაცია განყოფილებაში დამრჩენია. რასულელი ხარ არდა? ნომერი 8. ისმენ ფელო. ომერ, ახლავე წამოდი, გთხოვ, არდას მახე დაუგეს. რას ამბობ ფელო, რა მახემ? ომერ, ლაპარაკის დრო არ გვაქვს. მის ამარს გამოგიგზავნი, სასტრაფოდ წამოდი, ჩქარა ომერ, გთხოვ. კარგი, უკვე მოვდივარ. ნუ გეშინია, მის ამართი გამომიგზავნე. მახე ვის დაუგეს? არდას. რა? როგორ? არ ვიცი, ელიფ, უნდა დაგტოვა. არ დავჩები, მეც მოვდივარ, ომერ. ელიფ, ახლა თამაშის დრო არაა. არავინ იცის იქ რა დაგხვდება, ძალიან საშიშია. ომერ, მეც მოვდივარ. შენთან ჩხუბის დრო არ მაქვს, ელიფ. თუ ასეა დაუჩქარე. გეფიცები, შენისთანა ჯიუტი ადამიანი არ მინახავს. არასდროს არ მინახავს. მოვიდა, ვიწყებთ თაიარბეი.
ოლგა, კარგად ხარ? მიშველე. დაგვნებდით პოლიცია. არდა აქ ვარ. არდა მოვედი. იქ არიან. მანქანიდან არ გადმოხვიდე, კარგი? ელიფ გაფრთხილებ. კარგი, წადი. არდა. იფეკ. იფეკ. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები: მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.